ბოლო მოხსენებას გავაკეთებ, როგორც თქვით, სათაური არის ხელოვნური ინტელექტი მცირე რესურსიან ენათა ლექსიკოგრაფიაში ქართული ენის მაგალითზე. როგორც ვთქვით, 2022 წლიდან, როგორც კი ჩატბოტები გამოჩნდნენ, მაშინვე დაიწყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სხვადასხვა სფეროში. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ლექსიკოგრაფიაც გამონაკლისი არ ყოფილა. თუმცა ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კვლევა ჩატარებულა იმისთვის, რომ გაიგონ რამდენად შეუძლია რომ ჩატბოტებს, მით უმეტეს ChatGPT-ს დაეხმაროს ლექსიკოგრაფებს, რომ გააკეთონ თავისი სამუშაო. და აქვე დგება ის საკითხი, შეუძლიათ მათ თუ არა, რა თქმა უნდა, რომ ლექსიკოგრაფები ჩაანაცვლონ. თუმცა ამ მხრივ აღსანიშნავია ის, რომ რა კვლევებიც აქამდე ჩატარებულა, უმრავლესად და არა მთლიანად შეიძლება ითქვას, არის მხოლოდ მრავალრესურსიან ენებზე. ქართული ენა ამ კვლევებში რეალურად არ იყო გამოკვლეული ამ მხრივ, ამიტომ ჩემი მთავარი მიზანიც ის იყო, რომ ვნახო, რამდენად შეუძლია ამ შემთხვევაში უკვე ჩემი მეთოდოლოგიის მიხედვით ChatGPT-5-ს, რომ შეასრულოს ლექსიკოგრაფიის დავალებები. მეთოდოლოგიას მხრივ ვახსენებ, რომ ChatGPT-5-ს ვიკვლევ, თუმცა როდესაც ამ კვლევაზე მუშაობა დავიწყო, მაშინ ChatGPT-4 იყო და 7 აგვისტოს გამოვიდა ChatGPT-5. სწორედ ამიტომ ანალიზის დროს კომენტარებს გავაკეთებ და ვიტყვი 4-ში რა შემხვდა და 5-ში რა სიახლეები დამხვდა. ამ მხრივ აღსანიშნავია ის, რომ ChatGPT-5 უკვე სტატიებში აღნიშნული არის, რომ უკეთესი არის ChatGPT-4-ზე იმ მხრივ, რომ ნაკლებ ჰალუცინაცია აქვს და ასევე ნაკლებ შესწავლას უშვებს, დაახლოებით 45%-ით მაინც. ამიტომ ჩემი დავალებები მსგავსად გამოიყურებოდა. ChatGPT-ს ვთხოვე, რომ ჩემთვის მოიცა მეთაური სიტყვები, ამ მხრივ ხაზი გაუსვი ნეოლოგიზმებს და მოეძებნა ის სიტყვები, რომლებიც ჯერჯერობით ლექსიკონებში არ იყო შესული. ასევე ვთხოვე, რომ დაეწერა სიტყვა სტატიები, ქართულად დია. ვთხოვე, რომ დაეწერა სიტყვა სტატიები, ვთხოვე, რომ ასევე დაეწერა მაგალითები და გრამატიკული კვალიფიკაციები მიენიჭებინა და ბოლოს ეტიმოლოგიად ვცადე. ჯერ აღსანიშნავია ვახსენო, რა არის აქამდე გაკეთებული და რა დასკვნებამდე მივიდნენ მეცნიერები. ამ მხრივ, როგორც ვახსენე, უმრავლესი კვლევა ჩატარებულია მაღალრესურსიან ენებზე, ამიტომ მხოლოდ ინგლისურზე ვისაუბრებ და ამ კვლევების მიხედვით არ არის ერთი კონკრეტული რაღაც დადებითი ან უარყოფითი მხარე. დადებით მხარეებში აღნიშნავენ მეცნიერები, რომ ChatGPT-ს ძალიან კარგად გამოსდის მაგალითის მიხედვით სიტყვა სტატიის შექმნა და შეცდომებს არ უშვებს. ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ChatGPT-ს ძალიან კარგად შეუძლია მაგალითების შექმნა, ამბობენ და ხას უსვამ, რომ ადამიანებზე მეტად უკეთეს მაგალითებს ადგენსო და ასევე ამბობენ, რომ APA pronunciation, ანუ ტრანსკრიფციის დაწერა ძალიან კარგად გამოსდის. თუმცა მეორე მხრივ ხდება იმავეს უარყოფა, უკვე მაგალითად Fitzgerald ამბობს, რომ APA საერთოდ არის მის ChatGPT-ს ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს. პრობლემა ასევე პოლისემია. პოლისემიური მნიშვნელობას ChatGPT ვერ იგებს და ხშირად დამატებულ მნიშვნელობას აძლევს სიტყვას, რაც რეალურად არ არსებობს. ასევე პრობლემა არის კვალიფიკაციასთან და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აქამდე არ იყო ნახსენები, Fitzgerald ხას უსვამს, რომ ის ინფორმაცია, რასაც ChatGPT ლექსიკოგრაფიისთვის გვაძლევს, არ ვიცით საიდან მოდის. ხშირად შეიძლება იყოს ფორუმებიდან, რაც არ არის სანდო წყარო და შესაბამისად ამ ინფორმაციას, რასაც ChatGPT გვაძლევს და მაგალითებს შეიძლება რაღაც შეიძლება სუბიექტური დამოკიდებულება მოხდეს და არა ობიექტური. ამ მხრივ სანამ ჩემ კვლევაზე გადავალ, აუცილებელია ხაზი გაუსვა, რა არის მაღალრესურსიანი და მცირე რესურსიანი ენები და ასევე ვისაუბრო იმაზე, ChatGPT როგორ მუშაობს. ChatGPT როგორც ყველა chatbot-ი არ არის ადამიანი და მას რასაც ინფორმაციას ვაწვდით, იმ ინფორმაციის გააზრება და რაღაც დასკვნების გაკეთება არ შეუძლია. იგი მუშაობს იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელზეც გაწვრთნილი არის და ეს ინფორმაცია კი არის მაგალითად Wikipedia-დან ტექსტები, ან თქვათ PDF ფაილები, რომელიც არ უნდა იყოს ანოტირებული აუცილებლად. ამ მხრივ, თუ ChatGPT-ს ძალიან დიდი მასალა აქვს მოცემული კონკრეტულ ენაში, ამ ენას უწოდებთ მაღალრესურსიანს და ამასთანავე ამ ენაზე უნდა იყოს ძალიან მაღალი მოთხოვნა. ამ მხრივ ინგლისური შეიძლება ვთქვათ, რომ დედა ენა არის და მშობლიური ენა არის ChatGPT-ისთვის და სხვა chatbot-ებისთვის, რადგან ამ ენაზე დაიწყეს მათ უკვე მუშაობა და პროდუქტის შექმნა. არ არის ამჟამად კონკრეტული ინფორმაცია, რამდენი კონკრეტული ტექსტი აქვს მოწოდებული ChatGPT-5-ს, თუმცა ChatGPT-ს ამზე ცნობილია, რომ 90% რა ტექსტებზეც იგი წვრთნას გადიოდა არის ინგლისური და ქართული არის 0.0006%, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ყოფილა ძალიან მცირე რესურსიანი ენა.
მცირე რესურსიანი ენა კი როგორც მიხვდეთ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს ძალიან ბევრი მასალა ონლაინ, რომ მიეცეს ChatGPT-ს და სხვა chatbot-ებს, რომ ეს გაანალიზოს და შექმნას მე ალგორითმი და ასე ვთქვათ, patterns გაიაზროს რა რომ შემდგომ პასუხები მოგცეს. ამიტომ ამ ხრივ რას აკეთებს ChatGPT? როგორც სხვა ლექსიკოგრაფები აღნიშნავენ, როდესაც მან არ იცის რა გაქცეს პასუხი ქართულ ენაზე, პასუხს ინგლისურიდან თარგმნის და ასე გაცვდეს ინფორმაციას. და კარგად რომ დაგენახათ ურთიერთობა მაღალ რესურსიან და მცირე რესურსიან ენებს შორის, ეს პატარა ციტატა მოვიტანე, რომელიც ძალიან საინტერესოა, სადაც ერთ-ერთი მწერალი და მკვლევარი ხას უსვამს, რომ მცირე რესურსიანი და მაღალ რესურსიანი ენების ურთიერთობა გავს ზენონის აქილევსის პარადოქსს, სადაც Q ამ შემთხვევაში არის მაღალ რესურსიანი ენები, რომლებმაც პირველმა დაიწყა სვლა ხელოვნური ინტელექტის მიმართებით, ხოლო მცირე რესურსიანი ენები, მათ შორის ქართული კი ვართ აქილევსი, რომელსაც არაფრით არ შეგვიძლია რომ Q-ს გადავასწროთ და დავეწიოთ. ამ ხრივ ჩემ შედეგებს რომ გადავიდე, პირველ რიგში ChatGPT-ს ვთხოვ, რომ ჩემთვის მოეცა ნეოლოგიზმები და ისეთი სიტყვები, რომელიც ლექსიკონებში არ არის შესული. კარგი მაგალითები, რაც ChatGPT მოგცა იყო ტრანსლიტერაციის მაგალითები, მაგალითად სტრიმინგი, ლაიქი, ლაივი, რაც მართლა შეიძლება ნეოლოგიზმებად მივიჩნიოთ და არ არის ლექსიკონებში, ასე ვთქვათ, უკვე შესული. სხვა ფორმები, რომელთაც აღფრთოვანებული ვიყავი, არ იყო ტრანსლიტერაციის მაგალითები, მაგალითად გამომწერი, ვებგვერდი, პოსტა და ჩამოტვირთვა. აქვე არ მაქვს მაგალითი მოყვანილი, მაგრამ ძალიან გაკურებული ვიყო, რომ ინკლუზია არ არის ლექსიკონებში შეტანილი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია დამკვიდრებულია და ყველგან იყენებენ. ხოლო პრობლემები, რაც შემხვდა ChatGPT-სთან, იყო არა ChatGPT 5-თან, არამედ ChatGPT 4-თან. ChatGPT 4-მა ძალიან ბევრი ჰალუცინაციის სიტყვები მომცა, რომელიც იყო მაგალითად გარემოცვიანობა, დასარგადობა, თეთრხალათიანობა და ზაფხულ-წათვისობა. თავი არ დავანებე, მითხარი საიდან მოიტანე სიტყვები და მაქსიმალურად სადე გამეგო საიდან იყო. სხვადასხვა მართლა ეს სიტყვები არსებობს, მხოლოდ ერთხელ არის გამოყენებული ფორუმებში. აი რაღაც თბილისის ფორუმები, რომელსაც ერთხელ ვიღაცა მოხმარებელმა ეს გამოიყენა და დაწერა. მსგავსი ChatGPT 5-თან არ ყოფილა. რაც შეეხება სიტყვა სტატიების შექმნას, ChatGPT-ს მივეც უკვე თვითონ მოცემული ის სიტყვები, რომლებიც ლექსიკონებში არ იყო, რომ მაქსიმალურად დამენახა, რამდენად თვითონ შეეძლო ამ სიტყვა სტატიის შექმნა და არ დაეკოპირებინა, ვთქვათ, ინფორმაცია უკვე არსებული ლექსიკონებიდან. ამიტომ ვთხოვე 5 მაგალითისთვის სიტყვა სტატიის შექმნა. ამ ხრივ შემიძლია ვთქვა, რომ მან მომცა საკმაოდ კარგი სიტყვა სტატიები. ნიშნულობები საკმაოდ კარგად იყო დაწერილი და მაგალითებსაც საკმაოდ აღფრთოვანებული ვიყავი. თუმცა პრობლემა იყო ჰალუცინაცია და გრამატიკული შეცდომები. აქ კიდე ხაზი რო გავუსვა, ChatGPT-ს ქართულად ვესაუბრებოდი, ამიტომ თუნდაც ქართულად რა თქმა უნდა ვცემდა პასუხს. და ხშირად შეცდომებს უშვებდა გრამატიკულს, ქართულად ხშირად ვერ ვიგებდი რას მეუბნებოდა და ჩემ ხრიგს გასწავლი, თუ ვერ გაიგებ ChatGPT ქართულად რას გეუბნებათ, ვთხოვოთ რომ ინგლისურად გადათარგმნოს და მე ინგლისურად მარტივად მიხვდებით რისი თქმა უნდოდა. და დიდი პრობლემა კიდე ის არის, რომ ხშირად შეიძლება არაბული სიტყვები დაგიწეროთ, ან ინდურის და საერთოდ ვერ გაიგოთ რისი თქმა უნდა. ცუდი მაგალითი შედგენილი სიტყვა სტატიის არის ინფლუენსერი, სადაც აშკარად ხედავთ, რომ პოლისემიას იგი ვერ აღიქვავს და ერთი იგივე მნიშვნელობა, ერთი ნიშნულობა ორად აქვს გახლეჩილი და ერთი იგივეს მიმეორებს. თუმცა ნათესაობით ბრუნვის ფორმა და არსებითი სახელომარიც მან კარგად გამოიცნო და კარგი მაგალითი, რომელიც ძალიან მომეწონა იყო აპლიკაციის. აპლიკაცია გადავამოწმე კიდევაც და განმარტებით ლექსიკონებში ეს ნიშნულობები არ არის შეტანილი. დღესდღეობით მხოლოდ მესამე ნიშნულობაა, რომ ხელოვნებაში, ხელსაქმესა და დეკორატიულ ხელოვნებაში არის ორნამენტის რაღაც აპლიკაცია. თუმცა როგორც კომპიუტერული პროგრამა და განაცხადი, მთლად არ არის ბევრ ლექსიკონში სასახური და ChatGPT-მ საკმაოდ კარგად შეძლო ამ ნიშნულობების გამოყვანა და გამოყენა. რაც შეეხება მაგალითებს, ChatGPT-ს მივეცი მაგალითი, რომ შექმნა ისეთი და ჩემთვის მოიცა ესეთი მაგალითები, როგორც არის ონლაინ მონოლინგურ ქართულ ლექსიკონში, განმარტებით ქართულ ლექსიკონში და ამ შემთხვევაში ვთხოვე, რომ დიდი გრძელწენებები არ მოიცა, კონკრეტული კოლოკაციები ენახებინა, სადაც ქართულში კარგად ჩანს როგორ იყენებენ ამ სიტყვებს. და საკმაოდ კარგი იყო ამ შემთხვევაში, მაგალითად, ვებგვერდზე შესვლა, ჩანს რომ შესვლა იხმარება ვებგვერდთან, ვებგვერდის ბმული, მობილური აპლიკაცია. ხოლო ესეთი პასუხები, სადაც აშკარად ჩანდა, რომ ინგლისურიდან იყო იგი გაცემული, არის მაგალითად გზნობიარე თემა, sensitive topic ქართულში მსგავსად არ არის, პოლიტიკური ინფლუენსერი ქართულში მსგავსი და დადასტურებული ნამდვილად არ არის და ტექნოლოგიური ინფლუენსერი. ხოლო რაც შეეხება წინადადებებს, როდესაც ChatGPT-ს ჰქონდა დავალება, რომ ზმნა გაენალიზებინა და ზმნის მაგალითები მოეტანა, ზმნას ChatGPT 5 კარგად ვერ აღიქვავს და
მოქმედებით ფორმაში ვერ სვავს. ან თუ ჩასვავს, ხშირად სუბიექტად უცხო პირი მოჰყავს. მაგალითად, ფიქრმა გონება ამღვრია და მაგალითად ამღვრიას არწერს. ან მან ამ წერილს ბევრი გამომწერი მოიპოვა. სრულიად არასწორი გრამატიკულად წინადადება არის. ამ მხრივ სრულ წინადადებებთან მას დიდი პრობლემები ჰქონდა. რაც შეეხება გრამატიკულ ინფორმაციას, ChatGPT-ს მივეცი 20 სიტყვა, სადაც ყველა ქართული მეტყველების ნაწილი იყო და მინდოდა მენახა რამდენად შეუძლია მას სწორად მათი ამოცნობა. ყველა სწორად ამოიცნო, მხოლოდ სამთან იყო პრობლემა. ამ შემთხვევაში ზმნებთან თან ვერც დავადანაშაულებ, რადგან ზმნები დიდი პრობლემა ლექსიკონებისთვისაც, რადგან ვერ იგებენ მასდარით ანუ სახელმწიფოს შეიყვანონ თუ უყლების ფრონვაში უყლების ფორმით შეიტანონ. ამ შემთხვევაში ChatGPT-ს მივეცი მასდარები, რადგან უმრავლესად ლექსიკონები რომ ნახე, მასდარის ანუ სახელმწიფოს ფორმით არის მოცემული და მას უბრალოდ როგორც არსებით სახელს ნაუნს ისე აღექვამდა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ვასწავლე, რომ ეს ასე არის და ეგრე არ დაწერო, მაინც ვერ აღექვამდა არსებით სახელს მიწერდა. ChatGPT 4-თან საინტერესო ის არის, რომ ვერაფრით ვერ აღექვამდა ზედსართავ სახელებს. და მიწერდა არარსებულ მეტყველების ნაწილებს, მაგალითად ზმნისზე დაარსებითი სახელი, ზმნებითი სახელი, ზმნისზე და სახელი. მსგავსი ჰალუცინაცია მართლა ChatGPT 5-თან არ იყო, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად წინსვლა მხრივ განიცადა. ხოლო რაც შეეხება საინტერესო მაგალითს, ChatGPT 5 მტკიცედ მეუბნებოდა, რომ თანდებულები არ არსებობს და როდესაც თანდებულის მაგალითებს ვაძლევდი, მეუბნებოდა არ არის. თუ ვეუბნებოდი, რომ ახსნაც მივეცი, მაგალითებს მივაწოდე, მეუბნებოდი, რომ მსგავსი რაღაც არ არის და მეუბნებოდი, რომ ეს არის პოსტპოზიცია, ანუ პოსტპოზიციას მითარგმნიდა ტრანსლიტერაციით და მეუბნებოდი, რომ ეს ინგლისურში ასეა, მაგრამ ქართულში თქვენთან ასე არ უნდა იყოს, ანუ კარგად ვერ აღუქავდა თანდებულებს და უჭერდა ამის გააზრება. რაც შეეხება კვალიფიკაციას, ვცადე ჯერ გამეგო, რამდენად შეეძლო მას კონკრეტული სფეროს კვალიფიკაციების მინიჭება, შემდგომ კი სტილის და რეგისტრის დადგენა. ამ შემთხვევაში საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ, მას კონკრეტულად კარგად შეუძლია კონკრეტული სფეროების აღმოჩენა და 20-დან მხოლოდ 3 იყო პრობლემატური, ეს მაგალითები ძალიან საინტერესოა და ეს მაგალითები ეხება უმრავლესად ქართულად წარმოებულ სიტყვებს, მაგალითად დენცქვიტა. დენცქვიტა ვერ აღექვა და დაწერა თუ სწორედ მახსოვს, რომ ბიოლოგიის ტერმინი არისო. იგივე პრობლემა იყო მინდვრის ბოლო ბეჭედასთან. დამიწერა, რომ არის ბოტანიკაო, რადგან ალბათ მინდორი ამოიკითხა, თუმცა ბოტანიკა იგი ნამდვილად არ არის და ზოოლოგიიდან არის მოტანილი. რაც შეეხება სტილს, ამ შემთხვევაშიც მან ძალიან კარგად ამოიცნო სტილი და რეგისტრი და ამ მხრივ უბრალოდ ხაზი უნდა გაუსვა სიტყვა გასიებულს. გასიებულზე მე თვითონ არ ვიფიქრობ, ეს სიტყვა მივეცი, მაგრამ მან კარგად ამოიცნო და მითხრა, რომ გასიებული შეიძლება იყოს როგორც ნეიტრალური, მაგალითად თითზე თუ გასიებული თითია, მაგრამ ადამიანზე თუ ვიტყვი, ეს არის უკვე ოფენსივ და არ შეიძლება შეურაცხყოფელი და არ უნდა გამოვიყენოთ. თუმცა ამ მხრივ ChatGPT-ს მე არ მივეცი თვითონ ეს კვალიფიკაციები, ამიტომ თვითონ მოუწია მათი მოფიქრება და ჩანს კიდევაც რომ ზოგან გაუჭერდა. მაგალითად, ოფიციალურ აკადემიური სიტყვა არ არსებობს, ალბათ ოფიციალურ აკადემიური სტილის მინიჭება უნდა მას. ამ მხრივ მხოლოდ ეს შეცდომები იყო დაფიქსირებული. და სულ ბოლოს ეტიმოლოგიას რაც შეეხება. ეტიმოლოგიაზე ვცადე მისთვის მიმეცა ახლახანს ნასესხების სიტყვები და შემდგომ ისეთი სიტყვები, რასაც ზუსტად ვიცოდი რომ არ იყო ნასესხები და ქართული ბძირიდან იყო. ამ შემთხვევაში ნასესხების სიტყვებს იგი მშვენივრად ართმევს თავს და ყველა სწორი იყო. მაგალითად, ვებგვერდი, გვეუბნება საიდან არის ნასესხები, გვეყვება კიდევაც როგორ არის ეს სიტყვა შექმნილი. თუმცა ქართულის მაგალითებიდან ერთ-ერთი სწორი იყო მზე, რომელსაც მითხრა რომ მართლაც ქართული არის და პროტოკავკასიური არის. მითხრა კიდევაც რომ უძველესი დროიდან არის და რო გადავაწყო მე-5 საუკუნიდან არის ქართულში. ეს იყო სწორი. დანარჩენი შემთხვევაში ყველგან შეცდომები დაუშვა, რაც ქართული ძირის სიტყვები იყო და ან იტალიურადან ამბობდა რომ ნასესხები იყო, ან სხვა ენიდან რომელთაც ვერ იქნებოდა ეს სიტყვა ნასესხები. დასკვნის სახით და ანალიზისთვის რომ ვთქვათ, რა შეგვიძლია ბოლოს შევაჯამოთ. ChatGPT 5 ძალიან კარგი ხელსაწყოა ლექსიკოგრაფიისთვის, რომ გამოიყენოს. ამით უმეტეს, როდესაც კარგად ვხედავთ, რომ ChatGPT 4 უფრო მეტ შეცდომებს უშვებდა, ChatGPT 5 კი საკმაოდ გაუმჯობესდა. ამ მხრივ, რაც თვალსაჩინო საცემი ეს არის, რომ ChatGPT-ს უჭერს ქართული წინადადების შედგენა, ხშირად გრამატიკულ შეცდომებს უშვებს და როგორც გითხარით, წერისაც ეშლება და შეიძლება არაბული სიტყვები დაწეროს. ამიტომ ამას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და კორექცია აუცილებლად დასჭირდება. პრობლემა ასევე არის ის, რომ შეიძლება ერთი დავალება, რომელიც დღეს მივცე, კარგ ხასიათზე იყოს და კარგად ამიწეროს, მაგრამ იგივე რო ხვალ ვკითხო, საერთოდ სრულიად სხვა არასწორი პასუხი მომცეს.
ამიტომ აი ეს გააჩნია როგორ ხასიათზე იქნება იმ დღეს ChatGPT. ასევე პრობლემა არის პასუხები, რომელიც ინგლისურიდან არის გაცემული. ვფიქრობ, ეს ძალიან რთული საკითხი არის, რადგან ქართული მაშინ ძალიან კარგად უნდა იცოდე და ქართულ ენას ყოველთვის ყურადღებას უნდა აქცევდე, რომ კარგად ამოიცნო, რომელ პასუხს ქართულიდან გცემს და რომელს ინგლისურიდან. რადგან თუ თვალშესაცემი არ არის ეს ინგლისურიდან ნათარგმნი წინადადება ან ინგლისურის რეალობიდან განმოცემული მნიშვნელობა, ამას ვერაფრით ვერ მივხვდებით, იმიტომ რომ ისე კარგად წერს და ისე დამაჯერებლად არის, რომ იტყვი, ალბათ ქართულში ეს არსებობს. ამიტომ ამას აღშკარად ძალიან დიდი ყურადღება და დაკვირვება სჭირდება. ჰალუცინაციებს რაც შეეხება, ChatGPT-5-ს ნაკლები ჰალუცინაცია აქვს ChatGPT-4-თან შედარებით და ალბათ მომავალში ეს უფრო გაუმჯობესდება. და ბოლოსაც რომ ვთქვა, ყველაზე კარგი ChatGPT-5-ში და ზოგადად ChatGPT-ში ის არის, რომ მათ შეიძლება ასწავლო. თუ მათ მაგალითებს აძლევ და ასწავლი რა გინდა კონკრეტულად, ნაკლებ შესაძლებლობას უშვებენ, ნაკლები ჰალუცინაციები და შესაბამისად, თუ დამხმარე სხვა ლექსიკოგრაფია არ ყავს, შესანიშნავ მეგობარი არის, რომ სწრაფად რაიმეს მოძიება თუ გინდა და სწრაფად რაიმეს გაკეთება რო გინდა, შესანიშნავ სიტყვა სტატია შეგიდგენს, რომელიც მხოლოდ რედაქტირება შენ გევალება. სულ ეს იყო, დიდი მადლობა ყურადღებისთვის.